ეს ამბავი ჩინეთში მოხდა. თალი ავტობუსის ზოლი იყო, როდესაც სამი ბიჭი მას მიუახლოვდა. ისინი გოგოს აშინებდნენ და უთხრეს, რომ ავტობუსი გაეჩირებინა. სხვა მგზავრებმა ყველაფერი დაინახეს, მაგრამ დააიგნორეს. ერთი კაცის გარდა ის ადგა და მათ შეჩერებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, მათ დაუნდობლად წააქციეს კაცი და ფეხებს ურტყავდნენ. ავტობუსი გააჩერებინეს, ქალი მძღოლი გადმოათრიეს და თმებში მოკიდებული ტყეში შეიყვანეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მძღოლი დაბრუნდა, ზუსტად ეთყობოდა, რომ ბიჭებმა სექსუალურად იბრძანებდეს მასზე. იმის მიუხედავად, რომ საშინელ ნაცემი და დამახინჯებული იყო, ის წყნარად ბრუნდებოდა ავტობუსში. შემდეგ იმ კაცს უთხრა, რომელმაც მისი დახმარება სცადა, რომ ახლავე გადასულიყო ავტობუსიდან. კაცმა აუხსნა, რომ ის ერთადერთი იყო, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ქალმა საუბარი გააწყვეტინა და დაუყვირა, რომ ახლავე გადასულიყო ავტობუსიდან და იქამდე არ დაძრავდა ავტობუსს, სანამ არ გადავიდოდა. კაცმა უარი განაცხადა, მაგრამ სხვა ავტობუსში მჯდომმა მგზავრებმა გადაათრიეს ავტობუსიდან. ავტობუსი დაიძრა, კაცი განრისხებული იყო, მაგრამ ვეღარაფერს ვერ იზავდა. ამიტომ მიაჩერდა ავტობუსს და უყურებდა, როგორ მიატოვა. მაგრამ შემდეგ ის კაცი გაოცებული დარჩა, როდესაც ავტობუსი შემოსახვას მიუახლოვდა. ის არ გაჩერდა და კლდიდან გადავარდა. მძღოლმა ძალით არ შეანელა სიჩქარე. ყველა ავტობუსში მჯდომი გარდაიცვალა იმ გოგოს ჩათვლით. ეს ისტორიაა მამაკაცზე, რომელიც ემზადებოდა გასამგზავრებლად თვითმფრინავით. ერთი დღით ადრე სანამ წავიდოდა, მას ჩაეძინა და უცნაური სიზმარით დაესიზმრა. მას სიზმარში დაინახა ქალი, წითელი ლურჯ ტანსაცმელში. მის სახე დამახინჯებული იყო, ხოლო მისი თვალები ძალიან დიდზე იყო გახელილი. შემდეგ უეცრად მან ცეკვა დაიწყო. ამის შემდეგ მამაკაცმა როგორც იქნა გამოიღვიძა, დროში ამოწმა და ნახა, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომა უკვე დამთავრებული იყო. 5 წუთის შემდეგ მას დედამისისგან ზარი მიუვიდა. ტელეფონი აიღო და გაიგო დედამისის ნერვიული ხმა. დედამისმა უთხრა, რომ ტელევიზორი ჩაერთო და როდესაც ჩაერთო, კინაღამ გულმა დაარტყა. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი, რომელშიც უნდა მდიდარიყო, ავიაკატასტროფაში მოხვდა. ამის გარდა ავიაკომპანიის ლოგოც იცნო. ეს სკოლაში მაბულიკებდნენ. ერთ დღეს ბოლო გაკვეთილზე ჩამეძინა და როდესაც თვალი გავახელი, გარეთ უკვე ღამე იყო და კლასშიც აღარავინ იყო. გაკვეთილის დასრულების შემდეგ არავინ შეწუხებულა, რომ გავეღვიძებინე. ამიტომ სკოლის დატოვება მარტო მომიწია. სკოლის კორიდორი ბნელი და ძალიან საშიში იყო და ტირილი მინდოდა. შემდეგ, როდესაც კიბეებზე ჩავდიოდი, ტელეფონიდან ფლეში გავანათე და შემთხვევით იმ სარკეს მივანათე, რომელიც კიბეებთან იდგა. ვერ ვიჯერებდი რა ვნახე, რადგან არც არაფერი მინახავს. სარკე არ ირეკლებოდა. მე ჩემ თავს სარკეში ვერ ვხედავდი. უფრო დიდხანს ვაკვირდებოდი ცარიელ სარკეს. ამის შემდეგ გავიფიქრე, იქნებ ჩემო კლასელებმა იმიტომ არ გამაღვიძეს, რომ საერთოდ ვერ დამინახეს.